ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. ბეგიაშვილის საქმე. გამარჯობათ, მოგზანდით. მადლობთ. დეტექტივი კიკნაძე, დეტექტივი ჯანელიძე. გია ნარიმანიძე აქ ცხოვრობს? დიახ, ჩემი ქმარია. სახლშია? არა, წასულია საქმეზე. უნდა გაგასაუბროთ. დაბრძანდით. მადლობთ. ყველმა საკმაოდ საინტერესო ნივთმტკიცება დაგვიტოვა. დარწმუნებული ვარ, მსხვერპლი ამიარაღით არის მოკლული. არ ვიცი. ამას დაზუსტებით ბალისტიკური ექსპერტიზის შემდეგ ვიტყვით. ხო. რადგან ტყვია წინიდან აქვს მოხვედრილი, ესე იგი მკვლელი და გარდაცვლილი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ეს უკვე რაღაცაზე მიგვითითებს. რაც არ უნდა იყოს ერთი რამის თქვა დანამდვილებით ახლავე შეიძლება. რისი? მანქანის საუნში სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი. როგორც ჩანს, მკვლელმა მსხვერპლს მანქანის გარეთ ესროლა და მოგვიანებით გვამის აბარგულში მოათავსა. შეიძლება. არ გეჩვენება, რომ მკვლელი საკმაოდ თამამად მოქმედებდა? კი. უნდა ვივარაუდოთ, რომ მკვლელობას წინ რაღაც მოვლენები უსწრებდა. სასწრაფოდ მანქანის პატრონის ვინაობა უნდა დავადგინოთ.
მოსახლეობას გავესაუბრე. რას ამბობენ? მანქანა გუშინ საღამოს ნახეს შემთხვევის ადგილზე. თუმცა მძღოლი თვალით არავის არ უნახავს. და არც საეჭვო დაუფიქსირებიათ არაფერი. ესე იგი გვამის იდენტიფიკაციაში მოწმის იმედი არ უნდა გქონდეს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე. თქვენი მეუღლე სად არის? დასავლეთშია. ევროპაში? არა, დასავლეთ საქართველოში. რასთან დაკავშირებით? ბიზნესი აქვს. რა ბიზნესი? უკვე რამოდენიმე წელია გია თავის მეგობრებთან ერთად ზღვისპირა რესტორანს ამუშავებს აჭარაში. გიასთან რაზე გინდოდათ საუბარი? ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით. გვაინტერესებს რაღაც. თქვენი ქმარი შეიძლება მოწმე იყოს. რა საქმეა? ამ ეტაპზე მეც ვერაფერს გეტყვით. ბავშვს როდის ელოდებით? მალე. მე თქვენი მეუღლე ასე მარტო გტოვებ? არა, მარტო არ ვარ. მეხმარებიან მეგობრები და მშობლები. რა თქმა უნდა. და როდის აპირებს ჩამოსვლას? არ უთქვამს. დღის განმავლობაში ხშირად გიკავშირდებათ? ხშირად. რატომ ეკითხებით? გიასთან აი ამ ნომერზე ვცდილობთ დაკავშირებას. მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს. სხვა ნომერი ხომ არ აქვს კიდევ? არა. ბოლოს როდის დაგერეკათ? გუშინ შუა დღეს. და რა გითხრათ? ისეთი არაფერი ვეცდები, მალე ჩამოვიდეო. მის მეგობრებს ხომ არ დაუკავშირდებით? რატომ? როგორ არ გაინტერესებთ თქვენი მეუღლე რატომ არ იღებს ხორმას? ბაჩო, სად ხარ? გია სად არის? არ ჩამოსულა? რატო? არა, არ დაურეკავს. ტელეფონი რატო აქვს გამორთული? თუ რამე გაიგე, გამაგებინე. კარგი. რა გითხრათ? შუაგზიდან მობრუნდაო. თამთას მარტო ვერ დავტოვებო. რამე ხო არ შეემთხვა. დამშვიდეთ. მეცდებით დაგეხმაროთ. რაში უნდა დამეხმაროთ? დედაში. კარგი ხო დაწყნარდი. დაუწყნარდეში, ჩემო ვერ ხედავ გაქარატები. გამოჩდება გია უცხო ხო არა? გამოჩდება ხო ელოდეში. გამოჩდება აბარასი. ოტო. წამალი აქვს, ტიპ სუკიდია ყველა და ყველა. მოატრაგე მე. გია მაგას არიზავს, ხო იცი რა ვანჩო. ბიჭო, შენ რით ვერ გაიგეთო? ჩვენ საქმეში ძმაკაცობა არ არსებობს. ძმაკაცები ვიყავით მე-10 კლასში. მოკვდა ის დრო. ეხლა პარტნიორები ვარ, ძმაო. კარგი ხო, გავიგე. ხო და თუ გადამირჩეს ბოზიშვილი. მორჩი ხა. ბიჭო. ესენი არ არის ანდო? ო, ესენი არის. რამ სუკანი გოგოლია. სუკანი იქნება, აბარა. მთელი ჩვენი მაყუთიან ბავშვის ტრაკის გასიებაში მიდის. დავაი, წავედი. არა, ვერ შეგვიძლია. არა, ხომ იცი რატომაც? მართლა? არა, გეყოფა. კარგი ხო. ხო, კარგი, მოგითხო ბიჭო. აბარასიძე. კარგი. ხარ. კარგად. ძმაკაცები მეგობრებია. აღნიშნა ვერ ამას. არა, ეს უბრალოდ. თუ გადავეჩვიეს მას რა. მით უმეტეს უმიზესოდ. ცუდია. რატომ? იმიტომ რომ დალევარე საშუალება ღირსეულად დაასრულო განვლილი დღე. აი გვინას თქვა. ნოემ? რა? ფოლკნერმა. ნალემანძის ხოლზე რა შტაბეტერის ხარ? შენ? არ მოგიჩვენა ცოტა უცნობად მომხდეოდა. ანუ?
არა ადეკვატურად. საერთოდ იყო. არა და დალოცული. დღე-დღეზე ბავშველოდება. მაგათვეზე გარაფერს არ ნიშნავს. არ და ბევრ რამეს უნდა ნიშნავდეს. ნარიმანიზე უნდა ვიპოვოთ როგორმე. არ იქნება ადვილი. იცი რა? თუ მესი მეგობრის ნათქვა მიმართალია. ესე იგი, გამოდის რომ ნარიმანიძემ ან დანიშნულების ადგილი შეცვალა და თბილისში არ ჩამოსულა. ან რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა. მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია. საბაგოში ნაპოვნი გვამი. ამ საქმეში ბოლოს სკოპლი არ იქნება. სამწუხაროდ ყოველთვის ყველაზე უფრო ცუდი ვარიანტი უნდა ვივარავდოთ ხოლმე. შეგვიებული მაინც იქნება. არა. თუმცა ხანდახან სასიავნო სიურპრიზებიც ხდება. ხანდახან კი. სტუმრები ყოლია. ეგ რომ ცოდნო და რაიმეს მაინც ამოვიღებდი. გაზის ინკასატორები არიან, გელოდებოდნენ და სადილზე დავპატიჟა. ძალიანაც კარგი გიქნია ვარო. დედი როგორ ახარ? ჭამე დედი, ჭამე. რა კარგია რომ მოხვედით. დიდი ხანია მინდოდა თქვენი ნახვა. რაღაცა მინდა შეგეკითხოთ. ეზოში ხوار წამობძანდებოდით. ჭამე შენ დედი. ქვეშ ხომ არ გა. წესიერად, ცოტა. წესიერად კი არა, რას დამადექი და ქსირები თავზე ვერ გავიგე. მოგვენატრე და მოვედით, არ შეიძლება. ჩემ შულთან ერთად კიდევ ერთხელ დაგინახავ და მე თქვენ დედებს. აბა ეხა მორჩი. პოსტის საქმე როგორ არის? რომელ პოსტაზე მელაპარაკები? შვენივრად იცი რომელზეც. პოსტა გაქრა. როგორ თუ გაქრა? აი ესე, ჭრელად. აბა ეხა მორჩი ბოდვებს. ჩვენ კიდე შენის კასკების მოსასმენად აქ არ მოვსულა. გარკვევი დილაპარაკე. დავაი. კაცი რომელსაც პოსტა მოქონდა. ვიღაც ნაბიჭრებმა მოკლეს. რას ამბობ? ალბათ პოსტაც იმათმა წაიღეს. ნუ გაატარაკე. კარგი. ეხლა არაფერი შემოგთავაზე. არაფერს. მათხოვრებს ნისიად არაფერს არ ვაძლევ. მით უმეტეს ამ ხელა ვალი აქვთ. ჩვენზე ამბობს და. რა იყო ბიჭებო გეწყინათ? არა, ისე რა. პროსტა მათხოვრები ჩვენს მაგრა არ გვევას. ვარო! ვარო! ბიჭები გაფულიანდნენ? ხო, მანქანა გავყიდე რა. შენა მოდი აქ. აბა არა მაქო? ეს ძველი პარტიიდანაა. ხო? შინაურებისთვის თქონდა გადანახული.
ფული ოხერი რამეა. წეღან მათხოვრები ვიყავით. ეხლა შინაურები გავხდით. მეგარი რა. ის თქვენი პიტალო ძმაკაცი ვალის დაბრუნებას არ აპირებს? ვინა გია? გია ცოტა ვერ არის. სიაზე მოვა და შენს ვალსაც ეგრევე გადაიხდის. არ გადაიხდის და მაგის იაჭუბებს. ხელი მოდი გაგოცო რა. დავაი რა აქედან. წავედი. აი გელოდები. შემოდი. კვები რო დაყარა ჩემმა ძალმა იცი? ხო? მინდა ერთი გაჩქო. აქ ჩვენ ძლივს ვეტევით. მაგაზე ამიფიქრია. ამის სათქმულად მოხვედი? არა. აბა, იმისთვის რომ შევრიგდით. სულ ეგ არის? და კიდე იმისთვის რომ ყველაფერი რაც გაწყენინე მაპატიო. მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ. მეგონა რომ წყანა გადაგივლიდა. გადამიარა. მერე? მერე არაფერი. როგორ თუ არაფერი? არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ესო მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ. არაფერი. ჩემზე არ ფიქრობ. არ მესმის როგორ შეგიძლია ეს ერთი ხელის მოსმით ყველაფერს ხაზი გადაუსვა. რას? იმას რაც არ ყოფილა? რებს ბოდაო. ესო. მირე. გიორგი. ნამ გიორგი. ჩემი გიორგი. კი. წადი. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა. ასე უცებ? შედარებამ დადებითი პასუხი აჩვენა.
საბარგულში აღმოჩენილი მამაკაცი მანქანაში ნაპოვნი იარაღით არის მოკლული. ესე იგი მკვლელმა იარაღი შემთხვევის ადგილზე დატოვა. დატოვა ოღონდ ანაბეჭდების გარეშე. ეს მოსალოდნელი იყო. ამ იარაღის ისტორია ამით არ მთავრდება. კიდევ არის რამე? ყოველი შემთხვევისთვის ბეგიაშვილის სხეულიდან ამოღებულ ტყვიებთან შედარება მოვითხოვა. პასუხი? ამ შემთხვევაში დადებითია. ესე იგი ეს ორი სხვადასხვა მკვლელობა ერთი და იგივე იარაღით არის ჩადენილი. ფაქტია. სერიოზული ამბავია. გამორიცხული არაა, რომ მკვლელობა ერთმა ადამიანმა ჩაიდინა. თუმცა ბეგიაშვილის წამებაში სავარაუდოდ 3 ადამიანი ფიგურირებს. ნებისმიერ შეეძლო მოეკლა. საბამ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი მანქანის პატრონის მინობა დაადგინა. ვინ არის? მე გია ნარიმანიძე. საკუთარ მანქანაში ჩატენეს. რა? ის ადამიანია, რომლის გვამიც მანქანაში ვიყავთ. ხოზურა. ეხლა გამოვდიდი. ვინ? კი როგორ არა? ამოცნობაზე? კარგი, მოვძებნი და მოვეღვან. რა ხდება? არაფერი, როგორ გეძინა? სიზმარი ნახეთ, თითქოს პოლიციაში ვიყავი და ჩვენებას ვაძლევდი. სიზმრები ყოველთვის ესე სწრაფად გიხდება ხოლმე? დააკვირდით ამ ფოტოებს. ამ 4 მამაკაც შორის ხომ არ არის ის ადამიანი, ვინც მამუკა ბეგიაშვილის გადაცემაში მონაწილეობდა? არის. რომელი? აი ეს მეორე. დარწმუნებული ხართ? აბსოლუტურად. მოვდივარ. შვიდობა? არა. გია სად არის? გია, არც მოსულა და არც დაურეკავს, რა ხდება? ცუდი ამბავია. რა ამბავი? უთხარი რა. რა უნდა მითხრას? მოგოდა. თამთა მომისმინე. გია ერთ ძალიან სერიოზულ რამეს შეეწია. ის რამე შემთხვევით ჩაიგდო ხელში. შეიძლება ეხლაც ამ ბინაში იყოს. დროზე თუ არ მივაგენით, ყველანი გიაგზას დავადგებით. გაიგე? თამთა, ხვდები რაზე ვლაპარაკობ? ხა მომისმინე, გიას შენთვის არაფერი უთქვამს. თამთა, მიპასუხე თამთა. იქით გაიყვანე. ნარიმანიძის მეუღლეს უნდა გაესაუბროთ და ქვის გარდაცვალების შესახებ აცნობოთ. რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს. ბინაში ჩხრეკაა ჩასატარებელი. ორდარი? უკვე გვაქვს. თუ ნარიმანიძე ბეგიაშვილის საქმიანობასთან კავშირშია, შესაძლოა ბინაში რაიმე მნიშვნელობას მივაგნოთ. მართალი. მე შევეცდებით ნარიმანიძის მეგობრები ვიპოვნო და გავესაუბრო. კარგი, კავშირზე ვიყოთ. კარგი. რაკენი, იბოვე? ვერა. მოდი აქ დაჭი.
რა ვქნათ? და ვიპოვოთ, რა უნდა ხნათ? სად? რა ვიცი. ამას რა უყოთ ისე დავდავალოთ? ბავშვების მაგას შეველია და ამის დედასაც შევეცი. ბიჭო, რამე რომ მოვიდე? კიდია. სასტრაფოში დარეკე. ცოცხალია? პულსი აქვს. გაეთრიეთ აქედან. მისმინეთ, ხო? ახვიეთ მეთქი აქედან თქვენს გამოიწედა ჩარებში ვარ. ყველაფერს აგიხსნი. შენ რა უნდა ამიხსნა შეკაზიოლო? შენ ნაპოსტავარო. ნაბიჯარო შენ. რა დღეში ხარ, ბოზიშვილი ვიყო, რა გჭირს თო? ეხლა მომისმინე? ჩვენს მაგარში არ შევართ. და სანამ რაღაცები არ გაიასნება, აქედან უნდა ავითესო. ბიჭო, ფეხთან კიდია მეთქი გეუბნები. შენი დედაცემი. შემოუშვი! შეეთრიეთ. კარგია რომ შემოგიშვეს. თქვენთან სალაპარაკო მაქვს. იქნებ ჯობია მოგვიანებით მოვიდე. უკეთ რომ გახდები. არა. მე ვერ გადავრჩები. რა სისულელია. ყველაფერი კარგად იქნება. გიაოთო და ლევანი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. წამლის კეთებაც ერთად დაიწყეს. დიდი ხანია წამალზე ზიან. ნელა ისე შეტოპეს, რომ წამლის კეთებიდან გასაღებაზე გადავიდნენ. მოკლედ, სუბოტექსის გასაღების ქსელში ჩაებნენ. იცი ეს ქსელი როგორ მუშაობდა? წამალი მამუკა ბეგიაშვილს შემოქონდა ევროპიდან. ძირითადად მანქანით. პირველი ხელი ბიძინა ქევხიშვილი და ეთერ თეთრაძე იყვნენ. მოკლედ წამალს ისინი ანაწილებდნენ. შემდეგ საქმეში წვრილი ვაჭრების დაჯგუფებები შემოდიოდა. ერთ-ერთი გია და თავისი მეგობრები იყვნენ. ბიჭებმა გაიგეს, რომ მამუკას ძალიან დიდი პარტია უნდა შემოეტანა. $300,000-ზე მეტის წამალი იყო. საიდან გაიგეს? ბიძინა გიას ახლობელია და მამუკაზეც იმან უთხრა. მერე? ბიძინამ და ბიჭებმა მოილაპარაკეს. მამუკა უნდა მოეშორებინათ. სუბოტექსი ამოეღოთ და ბიძინასთვის მიეცათ. მერე ფულს ერთმანეთში გაინაწილებდნენ. ბეგიაშვილის მოშორება რომ გამოვიდათ, ეს უკვე ვიცით. მამუკა მართქვასად ჰქონდა დამალული ნარკოტიკი. ვერათქმევინეს. იცოდა რომ აუცილებლად მოკლავდნენ. ოთომ დავაჩამ სუბოტექსის ძებნა მანქანაში დაიწყეს. მამუკა გიასთან დარჩა. გიამ და მამუკამ ესე მოილაპარაკეს. გაქცევაში უნდა დახმარებოდა. მამუკა კიდევ ეტყოდა სად იყო წამალი დამალული. ესეც მოხდა, მაგრამ ოთომ დავაჩამ მაინც მოახერხეს. მამუკას მოკლა.
რა კენიში ახო სამი ძმაკაციდან შენ დარჩი მარტო ცოცხალი. თქვი ეს არ არის სუბოტექსი, თორე შენც მიგაყოლებ, გაიგე? გიას შენ დავრიდე არა? თვითონ გაიჩალიჩა. ისე მაგარი გამოსირებული ძმაკაცი ყავდათ. რო იცოდე ყველაფერი მაგის შეჯმულია. ვარო, ბავშვი ოთახში გაიყვანე. გაიგე ვარო. დედა, ფიცია რატო წევს? ისვენებ დედი, ისვენებ, წავიდეთ. ისვენებ დედი. წავიდეთ დედი. მაგიას მოტეხილია წამალი. ჩემგანაც და თქვენგანაც. რო შემხდა ვაჭრობა დამიწყო. ფული უნდა და მაგნა ბიჭებს. საიდან იცოდა წამალი სად იყო? იასნა მამუკამ უთხრა. სხვა შანსი არა. ბავშვობიდან ვერ ვიტან მაგისნაირ კრისებს. რო შემხდა ეგრევეს დავაგორე. მარა წამალი თან არ ქონდა. არაკაცი იყო შენი ძმაკაცი. და რაც დაიმსახურა ის მიიღო. შენ რა? კაცი ხარ? ცი რას გეტყვი? მე ჩემ ცოლს სხვას გასაჟიმად არ მიუგდე. იმისთვის რომ წამალი გავიჩხირო. რა. შენმა ძმაკაცმა ცოლი წამალში გამიცვალა. ამიტომ კაცმა არ იცის. ბავში, რომელსაც ის გოგო ატარებს, ჩემი, მისი. თუ შენი ბიჭო. საშა. ზურას უკვე გადავეცი ინფორმაცია. მერე? ეგ და გიორგი გავიდნენ თეთრაძის მისამართზე. ქევხიშვილი? ცდილობ დავადგენოთ თვალგისამყოფელი. იმედია ქვეყნიდან არ არის გასული. აქ რა ხდება? კარგი არაფერი. ძიმე მშობიარობა აქვს ხომ? ძალიან. არც მეგვერს. რატომ დიდი ხანია ნარგო დამოკიდებულია? ექიმები არაფრის გარანტიას არ იძლევიან. საწყალი გოგო. და ბავშვი? აბა. მამა მკვდარი, დედა ნარკომანი. ისიც გადარჩება თუ არა რა გითხავი? ვინც ის ბავშვს პირმე უნდა გეთხო, შეიძლება თვითონ თქვას ვარი დაბადებად. მთავარია თამთა იყოს კარგად. დანარჩენს ყველაფერს ეშველება. იმედია ასე იქნება.
არ გაინძრე პოლიცია. დააგდე იარაღი, თორემ გესწრი. დააგდე იარაღი. დაწექი. დაწექი. ფეხები გაშალე. მეორე ხელი. მეორე ხელი. როგორ არის? ზიმედა. Იცი აღარ მეკა. როგორ ჩაიარა? სამწუხაროდ დედის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. ძიმე მდგომარეობა ქონდა. ბავშვი გადარჩა, ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.